იცით დანამდვილები თუ უბრალოდ გინდოდათ რომ რამოდენიმე იურისტთან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებით იქნებ როგორმე რომელი პარტიიდან მოდის ეს მცდელობა რომელი ვერ ვთქვი და მეც რა მნიშვნელობა არა საინტერესოა უბრალოდ საინტერესო ბევრი რამე ახლა მე იმას ხوار მე ამით იმას პარტიას კი არ ვადანაშაულებ უბრალოდ ვამბობ რომ ასეთი აზრებიც არსებობს და ეხლა თქვენ მე რომ მეუბნებით რომ აი ოცნებასთან რაიმე იქ რომ მიხვედი ეს რაიმე რა შეთანხმება ხომ აქვს უფლება ჩემი არა უფლება ყველაფერს ეჭვი რა მოსაზრება მქონდეს მით უმეტეს რომ ადამიანები თქვენ თვითონვე თქვით რომ განსხვავებული მე და თქვენ იმდენჯერ გვიკამათია და მე არც ვერიდები სხვათა შორის ღია ჩემი პოზიციის დაფიქსირებას მე მართლა მგონია რომ ლეგიტიმაციის ელემენტები ნამდვილად იყო შესაძლოა ხო მართლა მგონია მე ხო არც წულუკიანი ვარ არც ნაციონალური მოძრაობის საქმეს ვამბობ და არც თქვენი მოსაზრება მე უბრალოდ არ მინდოდა რომ იქ მენახეთ მაგრამ თქვენ გაქვთ თქვენი პოზიცია მე მინდოდა რომ იქ ყოფილიყვნენ სხვა ლიდერებიც და ეს იქნებოდა ბევრად უფრო ძლიერი პოზიციონირება და მე მარტო არ მომწევდა იქ მისვლა. ეხლა მითხარით როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ აი ორი კითხვა უნდა დაგისვათ. ერთი აი ამ პლატფორმაზე თქვენი თანამშრომლობის თუ არ ვიცი მე დანარჩენ ოპოზიციასთან თქვენი ურთიერთობის გაგრძელება აი ამ აყირავებული შეთანხმების შემდეგ მე არაფერი არ ამიყირავე მე არა მაგას დამოკიდებულება მე რაღაც ავაყირავე. მე როგორც ვიცი პლატფორმის სახელით გავრცელდება განცხადება სადაც იქნება ამაზე საუბარი რომ თუ პარლამენტის არალეგიტიმურობაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება იქ ლეგიტიმაციის ნიშნები შევიტანოთ. კარგი, როგორ წარმოგიდგენიათ ბატონო გიორგი პროცესების განვითარება და დამანახეთ ადგილობრივი არჩევნები თუ მანამდე არ ხდება ახალი არჩევნების საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა? ერთხელ კიდევ. მაგ პლატფორმის კი არა და საერთოდ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რომლებსაც შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ აი იმ ჰიბრიდულ ომს, რომელსაც ეს კომისია ახორციელებს, პირიქით ურჩევდი რომ მივიდნენ, არაფერი ლეგიტიმაცია ამაში არ არის საერთოდ. და ამას თქვენ ნახავთ ერთ თვეში, როდესაც ეს პარლამენტი ჩემი იქ მისვლის შემდეგ არც ვერანაირად უფრო მეტად ლეგიტიმური ვერ იქნება. დავხურეთ ეს თემა. სხვადასხვა მოსაზრება გქონდეს. რაც შეეხება მუნიციპალურ არჩევნებს. მუნიციპალური არჩევნების თემა ჩვენ მოგწონს ეს თუ არ მოგწონს დროს მივყავართ, ხო? ეს არ არის არც ჩემი გადაწყვეტილება, არც თქვენი გადაწყვეტილება. სინამდვილეში თუ სიმართლეს ვიტყვით, არც ყაველაშვილის გადაწყვეტილებაა ეს და არც იმის, რა ქვია, ოცნების გადაწყვეტილება, ეს კონსტიტუციის გადაწყვეტილებაა, რომ მუნიციპალური არჩევნები ქვეყანაში უნდა ჩატარდეს. როგორ ჩატარდება ეს არჩევნები? აი ეს არის სხვა საკითხი. ამიტომ ჩვენ ყველა ერთად პირველ რიგში უნდა ვმუშაობდეთ ახლა იმაზე, რომ მივახციოთ პირველ რიგში ხაზგასმით ვამბობ საპარლამენტო არჩევნებისთვის გარემოს შეცვლას, იმიტომ რომ გარემა თუ არ შეიცვალა, ყველაზე დიდი პრობლემა არის საარჩევნო გარემო, რომელიც რომელსაც ვერ მიაღწევთ, იმიტომ რომ არ წამოვა ეს ხალხი არაფრის დათმობა. თქვენ ეს არიცით. ეს არ არის ისე, როგორც თქვენ გონიათ. ამ ხალხსაც ბევრი რამე ჭირდება. ესე მარტივად არ არის ხელისაქმნებით არ წამოვლენ. კი ესე ამბობდით აკრძალავენ ნაციონალურ მოძრაობას და გამოვიდნენ აგერ და თქვენს რო აღარ ვკრძალავთ. ესე არ ხდება ყველაფერი რა. ეხლა შეხედეთ. იმიტომ რომ თქვენ გაგიყვანონ არჩევნებზე, თქო ამაზეც მაქვს ჩემი მოსაზრება. მე გამიყვანონ არჩევნებზე. ადგილობრივ არჩევნებზე, იმიტომ რომ იმისი საპარლამენტო არჩევნების წინ ივანიშვილი გამოვიდა და გეძახათ ფაქტიურად ნაციონალიაო, ხო? მოღალატე, რომელსაც დავიჭერა უცილებლადო და სავარაუდოდ ივანიშვილის აი ამ განცხადებებიდან გამომდინარე კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვაში თქვენც იგულისხმებოდით, ხო გიორგი? შესაბამისად მიხვედით საპარლამენტო კომისიის ხდომაზე და მე მოძრაობა? მოგაყოლეს რომ აი ეხლა გამოიხდები, მაგრამ ნუ დავანებოთ ამასთან. ისევ აღარ მიუბრუნდეთ უკვე. ამიტომ ყველა პარტიის პასუხისმგებლიანი პარტიის, რომელსაც რაღაც პასუხისმგებლობა თავის ამორჩეულთან აქვს. ვალდებულება, რომ იმის მაგივრად, რომ 6 თვით ადრე რაღაც სისულელეები იძახოს, ემზადებოდეს არჩევნებისთვის, საპარლამენტო არჩევნებისთვის და მუნიციპალური არჩევნებისთვის. და ამასთან ერთად ყველა ფრონტზე ყველა პლატფორმაზე ებრძოდეს ოცნებას პირველ რიგში ამომრჩევლის გონების მათი საინფორმაციო იმისთვის რომ ამომრჩეველს კონდეს შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს და
თუ ყველაფერს ბოიკოტს გამოუცხადებთ, არსად არ მივალთ და ჩვენ თუ გონია რომ ჩვენ ტელევიზიებში დავჯდებით, ხაზარაძე დაჯდება აქ, იქ ბოკერია კი არა და რა გვარია ის დაჯდება იქ, რა ქვია, იქ დაჯდება და ამით ყველაფერი თავისით დამთავრდება. ერთმანეთს არ ელაპარაკებით ბატონო გიორგი და შეხვდით. არ დადიხართ იმ შეხვედრებზე, თუნდაც სალომე ზურაბიშვილთან რაც მიმდინარეობს. არა, ეხლა თქვენ ამბობთ, რომ ყველა ცალ-ცალკე თუ კი დაჯდება, მე გეთანხმებით. ჩემი ოცნებაა, რომ ერთად დავსვა. ცალ-ცალკე ტელევიზიებში ვიგულისხმებ. ხო და ცალ-ცალკე ტელევიზიებში იგივე, ხო ერთად ამას ჩემი დაჯდომა და ხელით ჩამოწმება. თქვენ მისულიყავით და ერთად გაგევლოთ ის თემები. არ ჯობდა სალომე ზურაბიშვილთან, რატო არ ჯობდა? იმიტომ სალომე ზურაბიშვილთან მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. სალომე ზურაბიშვილი არ მაინტერესებს მე სხვა პარტიებთან რაზე უნდა ვისაუბრო მე მათთან საუბრობ რომ მეგობრებო პატიმრების განთავისუფლების საკითხებთან ნებისმიერ ფორმატში ნებისმიერ ადგილზე თქვენთან ვარ რაც შეეხება იმას რა ქვია ევროპულ მომავალს არჩევთ მე რომ მივდივარ და პატიმრებზე უნდა ვილაპარაკო ვიღაცა იდიოტი რო ადგება იყვის რომ მიშა სააკაშვილიც პოლიტ პატიმარიაო დამთავრებულია მე იქ აღარ მივარ მიშა სააკაშვილი თქვენთვის პოლიტ პატიმარი კარგი ყოველ შემთხვევაში როდესაც ვიღაცა დღეს ცდილობს მიშა სააკაშვილი რომელიც სასტუმროშია 3 წელი თუ 4 წელი სასტუმროშია ის დააყენოს იგივე დონეზე როგორც არიან ბიჭები არ ვიცი მსახიობები სტუდენტები აი არაფრის გამო უბრალოდ განსხვავებული აზრით და პროტესტის გამო დღეს ზიან ეხლა როგორ შეიძლება ამის ერთ იგივე დონეზე დაყენება ხო ის ზის და იქიდან ბეჭდავს რაღაც პოსტებს აგზავნის და გეგმებს და პარტიას მართავს რა და როცა უნდა იმედი პირდაპირ ეთერს მიცემს და სასამართლო დარბაზიდან მიმართავს კიდე ვიღაცას ეს არის ეს პოლიტ პატიმარია